ბავშვებო, მოდით. ზოგჯერ ასეც ხდება. როცა ბაღში ძალიან ვაგვიანებთ და საუზმის მომზადების დრო აღარ რჩება, ეს ხრაშუნა ბურთულები რძესთან ერთად მარტივი და სწრაფი გამოსავალია. იდეალური საუზმე ნამდვილად არ არის, მაგრამ რაცაა ეგა? ნაკაწრები არის სანდროს სავიზიტო ბარათი რა. ცხვირზე ვინ მოგკაწრა? არ გახსოვს? ეკლა არის სანდროს ნაკაწრების ჟამთა აღმწერელი. მაისის ბოლო ჩვენთვის დედებისთვის არის არაქად გამომცლელი და ძალიან დამღლელი. თუმცა ეს არის პერიოდი, როდესაც წუწუნის დროც არ გაქვს. ამასაც ვერ ახერხებ. უბრალოდ ჩაბული ხარ ამ რაღაც გიჟურ ფერხულში და ცდილობ როგორღაც არ დავარდე მანამ, ვიდრე ამ ბავშვების სკოლა-ბაღის დამამთავრებელი ღონისძიებები არ დასრულდება. თქვენი არ ვიცი და მედილით რომ ვიღვიძებ, უკვე დაღლილი ვარ. და ძალების ჩემი რესურსის მთლიანი მობილიზება მჭირდება, რომ რამდენად ფეხზე დავდგე და ასეთ დროს ნორმალური ადამიანი ლაბორატორიას მოძებნიდა და D ვიტამინს, რკინას, ფერიტინს და რაღაც ანალიზებს გადაიკონტროლებდა. მაგრამ მე სალონში მივდივარ. დღეს რამდენიმე შეხვედრა მაქვს და აუცილებელი არ არის მთელი ჩემი დღის რეჟიმი და რუტინა სახეზე მქონდეს ასახული. კიდევ უფრო დიდი იშვიათობა, როდესაც ხანძგაწყვეტილი დედები იმის ნაცვლად, რომ სახლის საქმეებს ზედმეტი წუწუნის გარეშე ვეკვეთოთ, ვემზადებით, ვიცვამთ და სილამაზის სალონებს ვაკითხავთ. სიმართლე გითხრათ, მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ როგორღაც თავს ვაიძულე და სანამ ყოველდღიური რუტინა საბოლოოდ ჩამithრებს და სანამ საამისოდ საკმარისი ენერგია გამაჩნია, ნახევარი საათი საკუთარ თავს მაინც მოუპარე. სამაგიეროდ დღეს უფრო თავდაჯერებული ვიქნები. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირად არ მქონდა დღეს იმის თავი, რომ წამოსულიყავი სალონში, თმა დამევერცხლა და რაღაც თავი მომეწესრიგებინა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც თუ დაღლილად, დასტრესილად გამოიყურები, გეუბნებიან, რომ რა არის ახლა, შვილი ვის არ გაუზრდია და ცოტა ხო ნორმალურად ხო უნდა გამოიყურებოდე, ქალი ხარ ბოლოს და ცოტა მიხედე რა თავს. მაგრამ საკმარისია თავის მიხედვა დაიწყო და მინიმალურად მოიწესრიგო თავი, რომ ამას რა ენაღვლება ეხა მისი ქმრის ფულებს ხარჯავს. გადაყოლილია თავის თავს და ამას ეხა ბავშვები გაახსენდება. მოკლედ, ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები. მეც პირად მაგალითზე გამომიცდია ასეთი ჭრელო პეპელას ეფექტი. მაგალითად, როდესაც ტყუპებზე მშობიარობის მერე დეკრეტიდან დავბრუნდი სამსახურში, მეუბნებოდნენ, რომ სამი შვილის დედასო სადგცალიაო მუშაობისთვისო, კაცო, ან ნახევრად ხუმრობით მიუყარე ბავშვები ძიძას. როდესაც სამსახური დავკარგე, შემდეგ უკვე რაღაც გულშემატკივრის პოზიციიდან მესმოდა ფრაზები, რომ რა ვიცი, ახლა სამი ბავშვი რომ გააჩინე, რაღაც უნდა ქნა, უნდა იპოვო სამსახური, აბა ერთი კაცი რამდენს უნდა გაგწვდეთ. ეს საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც ჩემი ოჯახის ფინანსურ მდგრადობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არანაირ დახმარებას მათგან არ ველოდები. ანუ ჩვეულებრივი არამკითხე მოამბეები არიან და საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა მე სამი შვილის დედამ უნდა ვიმუშაო და მაშინ ვიქნები მისთვის მისაღები თუ არ უნდა ვიმუშაო და მაგ შემთხვევაში ვიქნები ძალიან ისეთი კარგი დედა. შეიძლება ეს ამბავი ვიღაცისთვის აღმოჩნდეს სტრესის საფუძველი. მაგრამ შეიძლება ჩემნაირი შეგხვდეთ ვინმე და ამ სიტყვების მერე კუდით ქვის როლა მოგიწიოთ და რა გეშარებათ. მე თვითონაც არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ. არ გეჩვენებათ. ნამდვილად კარაქიანი პურია, რომელზეც მართლა ქლიავის ჯემს უსვამ. არადა ამ კომბინაციასთან თბილი მოგონებები ნამდვილად არ მაკავშირებს. აი ეს არის ჩემი ბავშვობის კოშმარი. კარაქიანი პური პავიდლოთი. ჯემით არა, როგორც ახლა ვეძახით ხოლმე. ეს არის პავიდლო. ქლიავის პავიდლო. პავიდლო უფრო უხდება. ხალხო, დედა ჩემი აი ამას მატანდა სკოლაში და მაიძულებდა მეჭამა. რატომღაც ითვლებოდა, რომ ეს იყო რაღაცნაირად სასარგებლო საჭმელი.
თან თბებოდა, რაღაცნაირად იზილებოდა ერთმანეთში და დღემდე ისე მეზიზღება. დანახვა არ მინდა მისი. ეს ყველაფერი მოდის ჩვენი საცოდავი ღარიბი წარსულიდან. როდესაც ყველაფერი დეფიციტში იყო და ბავშვს თუ ტკბილი მოუნდებოდა, აი ტკბილის ჭამა, იძულებული იყო მშობელი, რომ რაღაც გადანახული მურაბა გამოეტანა, კომპოტი ან ჯემი და ასე შემდეგ. რადგან არანაირი ღირებულება შაქარში ჩათუხთუხებულ ხილს, რომელსაც სტერილიზაციას უკეთებთ და დიდი ხნის მანძილზე ვადუღებთ, არანაირი კვებითი ღირებულება ამას ბავშვისთვის არ აქვს. ახლა ვიღაც გამოვარდება და მეტყვის, რომ აბა ეხლა ნუთელა და შოკოლადები და ეგეთი რაღაცები ჯობია? არ ჯობია. მაგრამ როგორც ერთი არ ვარგა და იმას არ აქვს არანაირი კვებითი ღირებულება, ისე აი ამ შაქარში ჩახარშულ ხილს არ აქვს არანაირი კვებითი ღირებულება. ასე რომ თუ ჩემსავით არ უყვართ თქვენ შვილებს ეს ჯემები, კომპოტები და ასე შემდეგ, ნუ შეიკლავთ ხელში და ნუ შეაჩეჩებთ მაინც და მაინც და ნუ დააძალებთ ჭამას. ახლა მეტყვით, ესე იგი არც მურაბა თუ არ მოგწონსო, არც ჯემიო, არც კომპოტიო, არც არაფერიო, არც რაღაც კონსერვებიო, აბა რაღაცით ხო უნდა ვიკვებოთო? იკვებეთ ბატონო ცოცხალი ხილით და ბოსტნეულით, ან ბოლოს და ბოლოს გაყინეთ ეს ხილბოსტნეული და გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება თქვენი შვილებისთვის. ჩაიში თუ თქვენ შაქარს უყრით, ბავშვს და უყრით დიდი რაოდენობით, ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული თქვენი. თუ სტერეოტიპების მსხვერპლია, ბარემ იყოს. ერთ-ერთი რაც მახსენდება ჩემი ბავშვობის სტერეოტიპებიდან არის ის, რომ მაღალ სიცხეზე ბავშვს აუცილებლად უნდა ჩავაცვათ ზმრიანი წინდები. და რომ ეს სასწაულმოქმედია. არა და ზუსტად იგივე ეფექტი აქვს, უბრალოდ გრილ წყალში დასველებულ წინდას. მაგრამ ეს რომელიმე ბებოსთვის, მე თქვა ჩემი ბებოსთვის, შენ რა იციო კაცო? არაფერი შენ არ იციო, აბა ნახე ჩააცვიდა თუ არ დაუწიოსო, მეტყოდა. გარდა ამისა, პრობლემა არის ასევე ტემპერატურის მატების კვალდაკვალ დამწევის მიცემა, ანუ რამდენ გრადუსზე უნდა მისცე დამწები ბავშვს. ექიმისგან გაფრთხილებული ვარ, რომ 38 ზემოთ შემიძლია მივცე ტემპერატურის დამწები, მაგრამ როგორც კი ბავშვს სიცხე უწევს, 37 ნახევარს გადასწდება, აი ჩემი ქმარი მაგალითად იწყებს შფოთვას და მეუბნება, რომ დაწვავ ბავშვს, რას შვები მიეცი დროზე დამწები. არ იწვება ბავშვი ასეთ დროს და პირიქით ორგანიზმს უნდა მისცეს საშუალება წამლის გარეშე შეძლოს ბრძოლა იმ ვირუსთან, მაგრამ დამკვიდრებული სტერეოტიპების თანახმად რაღაც წვავს თურმე ორგანიზმს სიცხე 38 გრადუსამდეც და ბავშვს სასწრაფოდ უნდა მივცეთ დამწევი. არა და არ არის სიმართლე. ეს კი არის პური ჩვენი არსობისა, მაგრამ არსად არ წერია, რომ ყველაფერს, ყველა საჭმელს უნდა მივატანოთ. ეს არ შეიმჩნიოთ მოჭმული ყუა, რადგან გიждები პურზე ძალიან მიყვარს და როდესაც ვყიდულობ ხოლმე თონეში, მე სახლში მოსვლამდე ქუჩაში ასე სამარცხვინოთ ამ ხელაქალი ვილუკმები, რადგან სახლში კონკურენტები გამომიჩნდებიან ხოლმე და ამ ყუის ჭამას არავინ არ მაცლის. ხო და იმას გეუბნებოდით, რომ ჩემს ბავშვობაში ძალიან ისეთი დამკვიდრებული მოსაზრება იყო, ისეთი სტერეოტიპი, ძალიან მყარი, რომ ნებისმიერი საჭმელისთვის უნდა მიგეყოლებინა, უნდა შეგეტანებინა პური. მაგალითად, შემწვარ კარტოფილთან ერთად პური იყო ჩვეულებრივი ამბავი. მახსოვს, ჩემი მეზობელი ეუბნებოდა თავის შვილის შვილს, რომ ბებია, ვინ მოგპირავსო შენო კარტოფილითო, მიატანე ცოტა ეს პურიო. ეს სტერეოტიპი დარწმუნებული ვარ სათავეს იღებს ამ ჩვენი ღატაკი საწყალი ბავშვობიდან და ჩვენი ყოფიდან, როდესაც საკვები იყო სერიოზული დეფიციტი და ვერ ანაყრებდა ბავშვებს საკვების ის რაოდენობა, რომელიც იყო მათთვის განსაზღვრული. ამიტომ უნდა მიეტანებინათ ეს პური და შესაბამისად დღეს, როდესაც თუნდაც ჩემ შვილებს ეუბნებიან, რომ იმისთვის რომ დაანაყრდნენ, აუცილებლად უნდა მიატანონ საჭმელს პური, ძალიან მედგარ წინააღმდეგობას ვუწევ ხოლმე და თქვენც იგივეს გირჩევთ. პურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე თვითონაც ძალიან მიყვარს სიამოვნებით ვჭამ და სამწუხაროდ მე ეს ჩემს წონაზე აისახება, მაგრამ ყველაფერთან პურის მიტანება ნუ გემოვნების ამბავია, მაგრამ ჯამრთელობისთვის დიდად გადასარევი და კარგი არ არის, რადგან ჩემი ჭარბი წონა გარკვეულწილად, ნუ ხა მე ვთვლი რომ ჭარბწონიანი ვარ,
გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ ძალიან მიყვარს პური. ისეთი რაღაცები მოგიყევით, რომ დედაჩემს რა გადაურჩება არ ვიცი, მაგრამ რადგან მაინც მოჭრილი მაქვს თავი, ბარემ ბოლომდე ამოვყრი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბავშვი ვიყავი. განსაკუთრებით ზამთარში. რატომღაც დედაჩემს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სულ მციოდა და რაღაც კომბოსტოსავით მფუთავდა ჯემპრზე, მაისურზე, რეიტუზზე შარვალი და შედეგად კი ხა ამაყობს რომ ისე გაგზარდეო, ფილტვების ანთებაც კი არ ქონიაო, მაგრამ სამაგიეროდ მქონდა სურდო მთელი ცხოვრება. იმდენად შეძულებული მქონდა, შეზიზღებული ეს ჩაფუთნა, რომ ჩემ შვილებს მაქსიმალურად გრილად ვაცმევ. ახლა თუ სივად რა თქმა უნდა ჩავაცმევ, მაგრამ ზოგადად არ სივად ბავშვებს და უნდა ნახოთ დედაჩემი როგორ შფოთავს, როცა ასე შილიფად ჩაცმულ ბავშვებს დაინახავს. გააცივებს ეს ამ ბავშვებს და რაღაცას დამართებს და იძახის მსგავს რეპლიკებს, მაგრამ ჩემს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ნაკლებად მოავადე ბავშვები მყავს ზუსტად ასეთი ჩაცმის წყალობით. აბა ანა მოსულა. ბოლო დროს ანა კი ბრუნდება ხოლმე სკოლიდან უჩემოდ, მაგრამ უმცროსები კვლავაც დედის იმედზე არიან, რომელიც სხვათა შორის ლაპარაკში ისე გაერთო, კინაღამ ბავშვების ბაღიდან გამოყვანა დაავიწყდა. უნდა გავიქცე. ამასობაში ბავშვების მოყვანის დროც მოვიდა. დილით მოწესრიგებული, წაყვანილი ბავშვები ბაღიდან მომყავს როგორც ორი ბომჟი. ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობაში არიან. დარწმუნებული ვარ. ესე იგი, მარტო ბაღი კი არა, ბაღის ეზოც კი, აი ესე კოტრიალი ჩემოიარეს. ადგილი არა აქვთ სხეულზე, სადაც ჭუჭყიანი რაღაცა არ აცხიათ. აი ამ ჭიქაში არის ერთი კოვზი შაქარი ჩაყრილი. სამწუხაროდ შაქრის გარეშე ჩაის არ სვამენ ბავშვები. სულ სხვა სიტუაცია მქონდა ანასთან. იმიტომ რომ ანა 3 წლამდე ფაქტობრივად ტკბილეული არ გაუსინჯავს კანფეტი, შოკოლადი და ასე შემდეგ. პირველი ბავშვი იყო მაინც უფრო მეც ვკითხულობდი, უფრო მეტ ინფორმაციას ვეცნობოდი და ვიცოდი, რამდენად ცუდი იყო ზოგადად შაქარი ტკბილეული ბავშვებისთვის. თუმცა სამწუხაროდ იმდენად სერიოზული წნეხი იყო საზოგადოებისგან, მეუბნებოდნენ, რომ აი კანფეტის გარეშე ბავშვის გაზრდა როგორ შეიძლება და რა სერჩი ცოდოა და ეხლა რამ უნდა შეუცვალოს ეს კანფეტი ხილი მაინც სხვა არის და მოკლედ ჩემდა სამწუხაროდ მე ვერ გავუძელი ამ წნეხს და დავნებდი შესაბამისად ანამ გასინჯა ტკბილეული შემდეგ ტყუპებს უფრო ადრე მოუწიათ ამ ტკბილეულის გასინჯვამ რაც იყო ძალიან ცუდი ძალიან ცუდი არის როდესაც ზუსტად ვიცით რა არის ჩვენი შვილისთვის კარგი მაგრამ იძულებული ვართ დავემორჩილოთ საზოგადოების წნეხს და ამ შემთხვევაში მე რაც დამემართა არ უნდა დამმართნო და ეს იქნებოდა ჩემი შვილებისთვის მათი ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო კარგი. მინდა ჩაი. ხო შეხედეთ. ახალი მოსულია ბაღიდან და მთელი დღის მენიუ, ნაკოტრიალები, ამბები აღწერილია მის ტანსაცმელზე. რატო არ გამოიცვალე? სხვათა შორის აი ამას რო უყურებდეს ახლა ბებია ჩემი ცხონებული. დედა ჩემი სიკვდილი ამას რო შეხედავსო ვინმეო არ იფიქრებსო უპატრონოა ეს ბავშვიო. რამდენი ადამიანი შეხვდა ახლა გზაში და რამდენმა იფიქრა რას გავს ეს ბავშვი პატრონის ატყავსო. წამოდი გაგიკეთებ ჩაის. ტყუპებმა დღეს სკვერში გასეირნება მთხოვეს. ნუ თუ კი ამინდი ხელს ვიწყობს და დედა ძალიან დაკავებული არ არის, რატომაც არა. მზიანმა ამინდმა ერთი ძველი ამბავიც გამახსენა. ძალიან ხშირად ემართებათ ახალშობილებს სიყვითლე, რაც გამოწვეულია მაღალი ბილირუბინით და მოკლედ ტყუპებს სჭირდათ ეს სიყვითლე. და ექიმმა მითხრა, რომ არ არისო ახლა აქ დიდად ჩარევა საჭირო, უბრალოდ მზის აბაზანები მიაღებინე, ხშირად ყავდეს გარეთ და ნელ-ნელა გადაუვლისო, ანუ რაღაც კრიტიკულ ნიშნულზე არ იყო. და ნუ გამოვიყვანე ახლა ეს ბავშვები სკვერში, გაგანია აგვისტულა, დუღს ყველაფერი, დილის 10 საათია და უკვე ვარვარებს მთელი სკვერი.
და ამ ეტლში გავაშიშვლე ეს ბავშვები და მივუშვირე მზეს. და მე რომ მგონია ახლა ექიმის დარიგებული კარგ საქმეს ვაკეთებ, 10 წუთში მოვიდა ზუსტად 6 ადამიანი და 6-ვე მითხრა რომ ახალშობილს ყოველთვის ცივა და მე დედა როგორ ვერ ხვდები იმდენს რომ ახალშობილები აი ესე შიშველი არ დავყარო სკვერში და რატომ არ ვაცმებ ან რატომ არ ვაფარებ რამეს. ნუ თავიდან ძალიან მოთმინებით თითოეულ მათგანს ავუხსენი რატომ ყავდნენ ესენი აი ესეთ დღეში რომ ექიმისგან ვიყავი გაფრთხილებული რომ არაფერი ესეთი კრიტიკული და პრობლემური არ ხდებოდა. მაგრამ ერთმა მითხრა სხვათა შორის დანარჩენებმა ჩაიქირქილეს რომ ერთი შენცორა და ერთ-ერთმა მითხრა ძალიან რამე იციან ახლანდელმა ექიმებმაო. და იმის მიუხედავად რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, სწორს ვაკეთებდი და ეს ბავშვებისთვის სასარგებლო იყო, იმდენად სტრესის შემცველი იყო ეს 2 წუთში ერთხელ ერთი ადამიანი რომ მოდიოდა და მიხსნიდა როგორი დაუდევარი დედა ვარ, რომ ავიკარი გუდანაბადი წამოვკრიფეს ჩემი დაყვითლებული ბავშვები და წამოვიყვანე სახლში. ერთია, როდესაც ადამიანს რაღაცას ურჩევს საზოგადოების ნაწილი და მეორეა, როდესაც კომპეტენტური ადამიანის პროფესიონალის რჩევას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და აბუჩადიგდებს, რომ იმან რა იცის. აბა შენ იცი? ახალბედა დედები ძალიან ხშირად არიან საზოგადოების წნეხის ქვეშ. და ყველა თავს უფლებას აძლევს საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს უხვად ეს რჩევა დარიგებები, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს მისთვის სასარგებლო. უნდა ვაღიარო, გარეთ გასეირნებასაც აქვს თავისი მინუსები. მაღაზიაში შევალთ თუ არა, ბავშვები მაშინაც კბილეულის ყიდვას მთხოვენ. კაი, გაეშვით, არ გიყიდით ახლა მაგას, ხო იცი? ეს უკვე ჭამეთ კამფეტი. სანდრო, მიდი, დააბრუნე ახლა. და გულწრფელად გეტყვით, დიდად ვერ ვიცავ პრინციპულობას ამ ამბავში. ერთადერთი რასაც ვახერხებ, ისაა, რომ სასუსნავის რაოდენობაზე ლიმიტები დავუწესო. ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ ახერხებთ მავნე ტკბილეულისგან ბავშვების დაცვას. დამიწერეთ კომენტარებში. დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს. წყალზე შემოსულს გამომტყუეს ტკბილეულიც. ბაკურიანი, პასტები, ჩუპაჩუპები მიყვარს. მაჩვენე ჩემი ბაკურიანი. აი. კოჩორას ხათრით იყიდა ბაკურიანი. ვიდრე მე ბალი ვიყიდე, ესენი აქ ტკბილეულს ჭამენ. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ ახალშობილს მუდმივად არ სცივა. უბრალოდ ნივთიერებათა ცვლა ბავშვი გაცილებით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისად შენ თუ ცხელა ზრდასრულს გამორიცხულია, რომ იგივე ტემპერატურაზე მას სციოდეს. ძალიან ხშირად დამინახავს სკვერში ჩაფუთული ახალშობილები, ჩაფუთული ჩვილები გაგანია აგვისტოში ან ივლისში, როდესაც რაღაც 38-40 გრადუსია ტემპერატურა და ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ შეციებაზე უფრო მეტად სახიფათო არის გადახურება. მაგრამ ვერ მეუბნები ამ დროს დედებს ვერაფერს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ სახლიდან ასეთი შეფუთული უფროსი თაობის წარმომადგენლებმა არ გამოატანეს და მან უბრალოდ წინააღმდეგობა ვერ გაუწია მისი აზრით უფრო კომპეტენტურ ადამიანებს. იმის მიუხედავად, რომ გამორიცხულია ექიმა თქვენ გითხრათ, რომ ზაფხულში ახალშობილის ჩაფუთნა არის აუცილებელი. ალბათ როგორც ყველა დედა, მეც ძალიან ვცდილობ, რომ ბავშვებმა დღის განმავლობაში რაღაც სასარგებლო მაინც მიიღონ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი წარმატებით გამომდის. შაქართან და სტერეოტიპებთან ყოველდღიურ ბრძოლაში მართალია ხშირად უმარცხდებით, მაგრამ მაინც არასდროს ვნებდებით და ბრძოლას განვაგრძობთ.